მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სამი წელი სკოლის რეაბილიტაციის მოლოდინში და კვლავ გაურკვეველი მომავალი. დღეს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლების ნაწილს და მშობლებს მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ შორის ჩვენი ინფორმაციით იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და განათლების რესურს ცენტრის წარმომადგენლები. რა გეგმები დაისახა შეხვედრაზე და რა ინიციატივები წარმოადგინა მთავრობამ? ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვედრიდან გამოსული მშობლების ინტერვიუებიდან გავიგეთ. იმიტომ რომ მედია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასასურველი სტუმარია. მე ახლა არ ვარ კმაყოფილი, რა ვქნა. ახლა 3 წელიწადი დავდივართ უკვე და კიდე 3 წელიწადი იარეთო და ნინო ლომიძე ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, რომლის შვილები მეორე საჯარო სკოლაში სწავლობდნენ. სკოლაში, რომელიც 3 წლის წინ რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს. თუმცა ამ დრომდე არც რეაბილიტაცია დაწყებულა და არც კონკრეტული გეგმა არსებობს თუ რა ბედიელის საგანმანათლებლო დაწესებულებას. ნინო ლომიძე დღეს სხვა მშობლებთან და საჯარო სკოლის მასწავლებლების ნაწილთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელიც სხვათა მსგავსად მედიისთვის დახურული იყო. როგორც ნინო გვეუბნება, დღეს მათ დავპირდნენ, რომ ერთ კვირაში ახალციხეში ტექნიკური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც შენობის მდგრადობას შეისწავლის. ჩაუტარებენ ექსპერტიზასაც და დასკვნის შესაბამისად გაზაფხულზე დაიწყებენ ან შენობის რეაბილიტაციას, ან გრევას ახლის აშენების მიზნით. ეს წელი და კიდევ 2 წელი, 3 წელი უნდა კიდევ ვიაროთ პირველ საჯარო სკოლაში მეორე სმენაში და უნდა ვიყოთ მაგით კმაყოფილები, რა ვიცი, მე ახლა არ ვარ კმაყოფილი, რა ვქნა. ახლა 3 წელიწადი დავდივართ უკვე და კიდე 3 წელიწადი იარეთო და რა ვქნა თუ სხვანაირი, ბოდიშები მოგვიხადეს, რა გვინა ბოდიში. მეც მოვხდი ბოდიში, ყველა ადამიანს თუ დამნაშავე, მაგრამ ბოდიში საქმეს რო შველოდეს, მაგას ახლა არა შველის ბოდიში. რაც შეეხება ექსპერტიზას, ახალციხის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ 22 სექტემბერს სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ სკოლას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც შენობები საჭიროებენ კაპიტალურ რეაბილიტაციას, ხოლო საქვაბის და სააქტო დარბაზის შენობები ექვემდებარება დემონტაჟს. დასკვნაში წერია მეორე საჯარო სკოლის სასწავლო შენობის და სპორტული დარბაზის ტექნიკური მდგომარეობა არა დამაკმაყოფილებელია. ასევე შენობები შეუსაბამოა სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებთან. შენობები საჭიროებენ კაპიტალურ სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას, სათანადო დამუშავებას პროექტის მიხედვით. საქვაბის და სააქტო დარბაზის შენობების ტექნიკური მდგომარეობა არა დამაკმაყოფილებელია და ექვემდებარება დემონტაჟს. მშობელი ასევე ამბობს, რომ პროცესი კიდევ 2 წელს გასტანს. მას კი თავის მხრივ ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უთხრეს. გაგონილმა მშობლების ნაწილში უკმაყოფილება და 3 წლიანი შეუსრულებელი დაპირების ფონზე უნდობლობას გამოიწვია. არც მჯერა სიმართლე რო გითხრათ, მართლა უკვე აღარ მჯერა, აი ძალიან ძნელი დასაჯერებელია. ჩვენი ინფორმაციით შეხვედრას ესწრებოდა მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი და ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე. ხმალაძე ის პირია, რომელმაც 23 სექტემბერს ამავე შინაარსის შეხვედრიდან მასწავლებლების და მშობლების მოთხოვნის მიუხედავად მედია გააძევა პოლიციის ჩართვის მუხარით. ჩვენებმა არ დაბრძანდნენ, დაურეკა პოლიციას, რომ არ გადიხართ შეხვედრიდან. დავიღალი ამდენი ორგანიზებულად ვართ 3 წელიწადი აგეთ უაზროთ. ჟურნალისტები თუ არ იქნებიან, მიადასტურებია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხმალაძის ჩაწერის შესაძლებლობა არ მოგვეცა, ამიტომ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ტრადიციულად ჩვენ ზარებს არ უპასუხა და ტელეფონი გაგვითიშა. ჩვენ ვესაუბრეთ შეხვედრიდან გამოსულ სკოლის დირექტორსაც. ბელა დიასამიძე ამბობს, რომ ციტატა სკოლას რეაბილიტაცია აუცილებლად ჩაუტარდება, ხოლო შენობის სავარაუდო გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. ბელა დიასამიძე ვერ პასუხობს ჩვენს დამაზუსტებელ შეკითხვას, ცნობილია თუ არა რეაბილიტაციის დაწყების კონკრეტული თარიღი.
სკოლის რეაბილიტაციის სამომავლო გეგმებზე და პროცესებზე. და არის რაიმე კონკრეტული გეგმა მაგ წარმატების მიმდინარეობს, კი ბატონო, სკოლას აუცილებლად ჩაუტარდება რეაბილიტაცია და ის არსებული ჭორები გაყიდვასთან და გასვისებასთან დაკავშირებით გიდასტურებთ, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს. კონკრეტული თარიღები თუ ცნობილი? ამ შემთხვევაში ვერ გიპასუხებ დეტალურად ინფორმაციას. მშობლების ნაწილში სკოლის შესაძლო დაანგრევის შესახებ ინფორმაციის სანდოობას მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ერთლარად გაცემა ზრდის. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია ჯამში 17,500-მდე კვადრატული მეტრი ერთლარად 20 ან 40 წლით აღნაგობის უფლებით გადაეცემა პირს სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ვის და როდის გადაეცემა ტერიტორია? ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია უცნობია. მთავრობის ადმინისტრაციაში ჩვენს არებს არ პასუხობენ. ჩვენ გვინდოდა მხარის რწმუნებულის პოზიციაც შემოგვეთავაზებინა, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს არებს არ პასუხობენ. არ გვპასუხობენ არც ინფრასტრუქტურის სამინისტროში. რა ხდება? ახალციხის მეორე საჯარო სკოლა 2023 წელს რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამოდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე მესამე წელია მოსწავლეები სხვა სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობენ. დიდი ალბათობით გადავიყვან მარტო მე კი არა, უმრავლესობა მშობლების სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან გაიწელა დროში, ბავშვები ისედაც ძალიან დაზარალდნენ. მეორე სმენაში მე ექიმიც გახლა ვარ და ამიტომ ვიცი და ჩემ თავზე ვარ გამოცდილი მეორე სმენა, დავდიოდი ერთი პერიოდი, რომ ტვინი სამწუხაროდ ახლა დღის მეორე ნახევარში ისე კარგად ვერ მუშაობს, როგორც დილით მუშაობს და სწავლის დონე რაც არ უნდა გვეუბნეოდნენ, რომ ყველაფერი მორგებულია, ისე ვერ იქნება კარგი, როგორც პირველი სმენაში. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.